როგორ დავაყენოთ ჩასმის დამატებითი შესაძლებლობები. პროგრამის ზედა მარცხენა კუთხეში დააწკაპუნეთ ოფისის ღილაკზე. ტიპიურ ამოცანათა მენიუში აირჩიეთ პუნქტი Excel Options. გახსნილ მენიუს ფანჯარაში ჩანართზე Advanced ჯგუფში Cut, Copy and Paste გააქტიურეთ პუნქტები. Show Paste Options buttons. Show Insert Options buttons. Cut, Copy and Sort inserted objects with their parent cells. დახურეთ ფანჯარა ღილაკზე OK დაწყაპუნებით. გაცვლის ბუფერი. მონაცემები ან ობიექტი ამოჭრისას ან კოპირებისას დროებით თავსდება გაცვლის ბუფერში, სადაც ის განლაგებული იქნება ტექსტის ან ობიექტის ჩასმამდე, ან ახალი ტექსტის ან ობიექტის ამოჭრა კოპირებამდე. Excel 2007-ის გაცვლის ბუფერი საშუალებას გვაძლევს დავაკოპიროთ რამოდენიმე ტექსტური და გრაფიკული ელემენტი დოკუმენტიდან და ჩავსვათ ის როგორც საწყის, ისე სხვა დოკუმენტებში და Microsoft Office-ის სხვა დანართებში. გაცვლის ბუფერის მეშვეობით შეგვიძლია დავალაგოთ დაკოპირებული ელემენტები ნებისმიერი საჭირო მეთოდით. კოპირებისას ან ამოჭრისას ტექსტი ან ობიექტი ემატება გაცვლის ბუფერს, რის შემდეგაც ნებისმიერ დროს შეგვიძლია ჩავსვათ ის Microsoft Office-ის სხვა დოკუმენტში. ყველა ამ გზით დაგროვილი ელემენტი, მათი რაოდენობა განსაზღვრულია 24-ით, რჩება გაცვლის ბუფერში Microsoft Office-ის დანართებთან მუშაობის დასრულებამდე, ან ამ ელემენტების წაშლამდე გაცვლის ბუფერიდან. 25 ელემენტის დაკოპირებისას ან ამოჭრისას პირველი ელემენტი გაცვლის ბუფერიდან ავტომატურად იშლება. Microsoft Office-ის გაცვლის ბუფერი პირდაპირ არის დაკავშირებული ოპერაციულ სისტემა Windows-თან. რამოდენიმე ელემენტის დაკოპირებისას გაცვლის ბუფერში Windows-ის გაცვლის ბუფერში ხდება მხოლოდ ბოლო დაკოპირებული ელემენტი. Office-ის გაცვლის ბუფერის გასუფთავებისას სისტემური ბუფერიც სუფთავდება. ტექსტის ან ობიექტის ჩასმისას ხდება სისტემური ბუფერიდან ჩასმა. როგორ ჩავრთოთ გაცვლის ბუფერის ველის გამოსახვა? დაკოპირებული ელემენტების დაგროვება გაცვლის ბუფერში ხდება იმის და მიუხედავად, გამოსახულია თუ არა გაცვლის ბუფერი. ტექსტის ფრაგმენტების დიდ რაოდენობასთან მუშაობის გასამარტივებლად რეკომენდირებულია გაცვლის ბუფერის გააქტიურება. გახსნილი წიგნის ფანჯარაში გადადით ჩანართზე Home. ჯგუფში Clipboard დააწკაპუნეთ ღილაკზე Clipboard. წიგნის ფანჯრის მარცხნიდან გაიხსნება გაცვლის ბუფერის ნაწილი, ყველა დაკოპირებული ელემენტის სიით. შენიშვნა: გაცვლის ბუფერის ფანჯარა დაიხურება სტანდარტულად, როგორც ყველა ფანჯარა, ჯვარედინი ღილაკით ზედა მარჯვენა კუთხეში. როგორ განვალაგოთ გაცვლის ბუფერის იარლიყი ამოცანათა პანელზე? იმისათვის, რომ გაცვლის ბუფერთან მუშაობა გაუმჯობესდეს Microsoft Office-ის სხვადასხვა დანართებში, რეკომენდირებულია მისი იარლიყის განლაგება Windows-ის ამოცანათა პანელზე. გახსნილი წიგნის ფანჯარაში გააქტიურეთ გაცვლის ბუფერის ველი. დააწკაპუნეთ ღილაკზე Options გაცვლის ბუფერის ქვედა ველში. გახსნილ მენიუში აირჩიეთ პუნქტი Show Office Clipboard Icon on Taskbar.